ახლა მე მაქვს 50 ლარი. 50 ლარად ერთი თანამშრომელი გამექცა ხაშურში და ხაშურიდან უნდა ჩამოვიყვანო და წამიყვან 50 ლარად. დავედით. მოგესალმებით. ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს დღეს თუ რას ვაკეთებთ და როგორ მივდივართ წინ. ბიჭებო, მოგესალმებით დათო, მოგესალმები კოტე, მოგესალმები გიო, მოგესალმები ზვიადი. მოდი, დღეს ჩვენ ვიხილავთ ელექტრომობილებს, ხო? და ჩვენ ვამბობთ დათო რომ დღეს ტაქსებისთვის საუკეთესო ავტომობილები არის ეს ჩვენი ხონჩები. დიახ, ხონჩი EQM5. და ეს გადის 560 კილომეტრს. უყურეთ როგორ არის. მე მინდა ყველა ტაქსის მძღოლებს უთხრა. აქეთ მოდი შალვა. ყველა ტაქსის მძღოლებს მინდა უთხრა. ბიჭებო, იცით ახლა ყველა გიცნობთ, ყველას ვიცნობ, ყველა მიცნობთ. უყურე როგორ არის. ეს ავტომობილი ორ ქამს ერთად ჯობია და თუ რატომ ჩვენ ეს ბევრჯერ ავხსენით. ამას აქვს ძალიან დიდი რესურსი და 9 წლიანი გარანტია აქვს ამის ელემენტს. და ეს არის უშუალოდ გაკეთებული ტაქსებისთვის. აი ტაქსის მძღოლებო, ვინც ტაქსებზე მუშაობთ. თქვენ ყიდულობთ გიბრიდის ავტომობილებს, ხო? ჩვენ გიბრიდის ყავს და ელექტროს, მაგრამ რაზრია გიბრიდის ყიდვას, როცა მაინც ბევრ ბენზინს მოიხმარს, ხო? და თუ მისი მოტორი გაფუშდა, მერე მას ვერავინ დედამიწის ზურგზე ვერ გააკეთებს ეს გამორიცხულია და თუ გააკეთებს ორჯერ მეტი დაждდება. აი უყურე ახლა ჩვენ რას გეუნებით. თან თქვენ ყიდულობთ ლიზინგით, სადაც 35%-მდე ადის, ხო? დათო, 35%-მდე. ჩვენ გითხარით, რომ თქვენ ავტომობილები უნდა შეგეძინათ და თუ კომპანია არის, შეიძლება კომპანია დააფინანსოს აზიისა და კიდე სხვა ბანკებმა, ჩვენ გითხარით. და აზიის ბანკი და ევროპული ბანკი 2%-ად იძლევა სესხს. ჩვენებს თქვით და ვიღაცამ დამიწერა 1-5 დღის უკან, რომ ფულიო არ მომცეს 2%-ად და მომატყვიო. ვიზია? შენ არ მოგცემენ, იმიტომ რომ კერძო პირი ხარ და კერძო ერთ კაცს როგორ შეიძლება ახლა მისცენ, ხო? თუ კომპანიას შექმნით 10 კაციანს, 20 კაციანს, 100 კაციანს, ამ დროს მოგცემენ. მაგრამ ის ერთი ადამიანი, რომელიც წერია, რომ მომწერე მომატყვიო, მოდი შენ მოიტანე 30% და 2%-ად მე გავაკეთებიებ ერთ მანქანას შენთვის, მე თუ ეს შენ შეგპირდი. ხო ესეა ბიჭებო, მოდი. მაგრამ მაგიც არა გაქვს და ახლა ესე არ გამოვა, ხო? თუ გაქვს, მოდი. რაც შეეხება ახლა ჩვენ დეტალურად მინდა აგიხსნათ, რომ ჩვენ შემოგვივიდა უკვე 25 წლის მანქანებია ესენი უშუალოდ და დაახლოებით 600-700 ავტომობილზე გვაქვს საუბარი ადგილზეა და ვინც იყიდა, ყოველდღე ხო იყიდება შალვა 4-5 ავტომობილი. დათო ხო იყიდება ჩვენ ცენტრებში და ერთი მოვიდა და გაფუშდაო თქვა? არავის არ უთქვია, ხო? ამიტომ ჩვენ უპირატესობას დღეს ვანიჭებთ აი ამ ავტომობილს, რომელიც არის დღეს საქართველოში სამუშაოდ ძალიან მაგარი. თან, ბიჭებო, აი ეს ავტომობილი, ხო ჩვენთან მოდიან მერე, გასარეცხად და ბევრი რამე და იძახიან, რომ 400 ლარ შევლობენ თვეში. დღეში. ისა დღეში, ბოდიში. დღეში ეს ავტომობილი 400 ლარ შეულობს. თქვენ წარმოიდგინეთ ახლა მთელი დღე თქვენ საწვავი რო ჩაასხათ. ამ შემთხვევაში თქვენ არ დაგრჩებათ 400, ნახევარი დაგრჩებათ. მაგრამ ამ ავტომობილი თქვენ 400 ლარს იშოვით. რაც შეეხება რატომ უნდა იყიდონ ჩვენთან? რატომ? მოდი, ახსენი. მოგესალმებით პირველ რიგში. რატომ? სადაც ვართ და სადაც არის ეს ავტომობილები ახლა განთავსებული, ყველა უყურებთ, ეს არის ჩვენი ავტოსერვისი,
სადაც არის პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული გუნდი და მათ შეუძლიათ მიხედონ ამ ავტომობილებს შეაკეთონ, გაუკეთონ სერვისი, დიაგნოსტიკა და ეს ავტომობილები გარანტიის პირობებში კეთდება ჩვენთან. ავტომობილებზე არის გარანტია და პლუს არის ავტოსერვისი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აი თქვათ დაამტვრია ავტომობილი და იძახიან რომ დაამტოვ საიდან მოიტანა ავტონაწილებს. გააქვს ავტონაწილები? დიახ, ამის ავტონაწილები გვაქვს, ნატახტარში გვაქვს ფართი, ას გვიყენია მანქანები და გვაქვს უამრავი ნაწილი. ჩვენ ნატახტარში გვიყენია ავტომობილი, რომელიც გაფუჭდა, მიარტყეს, მოარტყეს, არ უღირს გაკეთება და შეგიძლია შენ წახვის ნაწილი მოხსნა და დაუყენო და გაუშვა, ხო? თან ძალიან კარგ ფასში, ხო? დღეს ბაზარზე ჩინური ავტომობილები არის ძალიან პრესტიჟული. რამდენჯერ დავტესტეთ? რამდენჯერ წავედით ბათუმში, ერთი ჩასვლით ჩავდივართ, ტენით ჩამოვდივართ. მადლობა ბიჭებო. მინდა გითხრათ, ეს ბიჭები ჩემი მეგობრები არიან, ახალგაზრდები არიან. ესენი უშუალოდ არიან ელექტრომობილის გაყიდვებში და მათ ერთი მოსწავლე ყავთ. ბატონი ლუკა თელმა ნახევარმა სოფლიომ გაიცნო. ლუკა სანამ აქ მოვიდოდა ერთი შეყვარებული ყავდა, ახლა ყავს 1000 შეყვარებული. ლუკა, რას ეტყოდი შენს მეგობრებს, შენ ტოლ ბიჭებს? აი ამ მასაკიდან შეიძლება მუშაობა? მე ვეტყოდი რომ თავისი ნაბიჯების აზრს არ უნდა შეეშინდე და სულ წინ უნდა იარო. კარგი. ახლა მაყურებელს უთხრათ. მე ახლა კიდევ ვამბობ რომ ბიბლიაზე დავდებ ხელს, რომ მე ლუკას არ ვიცნობდი, არც ლუკასთვის ჩემთვის არავის არ დაურეკია, კაფეში გოგოებთან ვიჯექი ჩვენს თანამშრომლებთან და დაცვა მითხრა რომ ლუკა გელოდება, შენი ნახვა უნდაო და ესე მოხდა ლუკა აქ. ლუკა, მოდი, ჩვენ ესეთი რამე გავაკეთოთ, ხო? ჩვენ ხო დავდივართ ბათუმისა და ქუთაისის ჩვენ ცენტრებში. მოდი, ჩვენ ბათუმის ცენტრისთვის და ქუთაისის ცენტრისთვის გვჭირდება ახალი ლუკა. ხო? თბილისში არის ლუკა. ახლა ლუკა გვინდა ჩვენ ქუთაისის ცენტრისთვის. გეუნებით და ბათუმის ცენტრისთვის. მერე თელავის ცენტრისთვის. უყურეთ როგორ არის. ვაცხადე პირდაპირ. გესმით თქვენ? ვინც არ უნდა იყოს, ვისაც უნდა სული და გულით ერთ ახალგაზრდას მივიღებთ ლუკას პონჩი ქუთაისში და ბათუმში. რაც შეეხება ლუკა, ეს ავტომობილი არის საუკეთესო, ხო? მოდი, ახლა პირდაპირ ეთერში ხარ და არ შეგვარცხინო და ეს ავტომობილი მოწიე და ბიჭები ახსნიან თუ რატომ უნდა ვიყიდოთ ეს ავტომობილი. მოდი ლუკა. აი რა ყოჩაღი ხარ. Stop! გამოდი. გააღეთ კარები. აი უყურეთ. ლუკა. მოდი. უყურე როგორ არის. თქვენ ჩემი მოსწავლეები ხართ, ხო? ჩემს მეც თქვენ არავის არ დაუჯერებთ. როგორც ლექტორებს არ უჯერებენ ახალგაზრდები და მარტო ჩემს გაკვეთილებს ესწრებიან იცით თქვენ. ახლა უყურეთ. თქვენ ძალიან ბევრი ახალგაზრდები გაზარდეთ. ასწავლეთ და თქვენ ყველაფერს აკეთებთ, რომ კარგი გუნდი ყავდეს საერთოდ კომპანიას, ხო? მე ყველაფერს ვაკეთებ, რომ თქვენ მაგარი ჭები იყოთ, ხო? აი თქვენ ხართ გაყიდვებში. წარმოიდგინე ახლა პირველი რა არის? აი ესე სუფთად უნდა იყო ყოველთვის. აი ესე ლამაზად უნდა იყო. წვერი, გაპარსული, დაბანილი, დავარცხნილი, მოწესრიგებული და მე ხო ხედავ, ერთი არის აქ ქალი, თუ თქვენი მაიკ არის დაჭმუჭნული, მე რას ვეუბნები დაცვას არ შემოუშვა. შემოუშვი. დააუთავონ და მე რო ჩაიცვი და ესე შემოდით მეთქი, იმიტომ რომ კომპანიას ესე ჭირდება, გამართულ კომპანიას. კიდევ მოსახლეობას მინდა მიმართო, რომ ერთი ლუკა გვინდა ქუთაისში, მეორე ლუკა ბათუმში და მესამე გვინდა თელავში. აქედან გამომდინარე დამირეკეთ
გამომიგზავნეთ CV აგერ Resume. კოტე ნომერს ჩვენ მიუთითებთ რა ნომერია კოტე შენი 595 67 29 00. კოტეს დაურეკეთ გამოაგზავნეთ ბავშვის სურათი წლოვანება და კიდევ თუ უნდა ოღონდეს არა დღეს მინდა ხვალ არ მინდა ხო ხედა უკვე ლუკა სერიოზულად რომ მუშაობს აი ესეთი შუსტრი ბიჭი თუ ყავთ პრობლემა არ არის ცეცხლი გოგო ამ ბიჭი მოდი ახლა ბიჭებო თუ რატო უნდა იყიდოს ეს ავტომობილი მოსახლეობა ჩინეთის სახელმწიფო ბრენდია Honchi, სახელმწიფო ავტომობილია, რომელიც აკეთებს ძალიან ძვირადღირებულ ავტომობილებს. ზუსტად ეს არის გათვალისწინებული გადასაყვანად აეროპორტიდან ტურისტებისთვის იქით თუ აქით თუ ნებისმიერ ადგილზე ახლა ჩვენ ვამბობთ სულ ტაქსი გერა კერძო პირები რამდენ მაიყიდა ხო ჩვენ უკვე ერთ კვირაში შალვა გვეყოლება შავი ფერებიც სპეცჩეკვეთაა ეს ახლა გიო აი შეხედე უკან რამოდენაა ანუ მე ხო ვარ მაღალი და აი შეხედე აი რამოდენ მოდი ნახე აი ახლა ჩვეულებრივად შენზე უფრო მაღალი ვინ უნდა ჩაჯდე შეხედე აი ეს არის სპეციალურად გათვალისწინებული ტაქსისტვის უყურე ამას ეძახიან აი რამოდენა კარები აქვს უყურეთ გადის 560 კილომეტრს და ჩვენ დღეს უკვე ახალი ფასები დავადგინეთ და ლუკა მიცის ახალი ფასები ლუკა იცი ახალი ფასი ლუკა ფასი ახალი ფასია $17,900 აი უყურე $17,900 ჩვენ ამ ავტომობილს გავამბაჟებთ მოგართმევთ გარანტია აქვს დღეში იშოვით ტაქსის მძღოლებო 400 ლარს იმიტომ რომ ჩვენ ტაქსის მძღოლებთან ძმაკაცობთ მეგობრობთ და გვაქვს ყოველდღიური მოიწეთ ყოველდღიური ჩვენ ინფორმაცია გვაქვს რომ ეს ავტომობილი შოვლობს დღეში 400 ლარს ბიზია დილით ცოტა ადრე ადექი ხო და ცოტა გვიან დაწექი შუა დღეს 2 საათი შეისვენე ხო და იმუშავე ჩვეულებრივად არ უნდა მთელი ღამე და დღე და მთელ დღეს გინდა გაკეთდე არა იმუშავე ნორმალურად წესიერად 400 ლარს დღეში იშოვი სუფთა მაინც ისია თუ ასია 350 დაგჭება და ფულია ხო 350 ვისა დღეში დასწავლე ხარჯი არ აქვს ხარჯი არა ერთი სიტყვით ჩვენ ხვალიდან უკვე ვიწყებთ გაყიდვას 25 წლის ბირკას რო ვეძახით ხო 25 წლის ბირკა აქვს და ვყიდით $17,900 $17,900 ვყიდით ამ ავტომობილს მეტი ახლა მოდი შალვა რამე თუ ფუნქცია არსებობს ყველაფერი ფუნქცია აქვს ამ ავტომობილს შეხედეთ იტენება სწრაფიდანით მოდი 40 წუთში შეგიძლიათ ამ ავტომობილის სრულად დამუხტვა ხვალიდან ეს იცი შენ რო ძალიან ბევრი მოხმარებელი ყავს ხვალიდან ეს ავტომობილები კიდევ ბევრი გაიყიდება ვინც არ უნდა მოვიდეს რაც არ უნდა გითხრან ლუკა უნდა მომხმარებელს აუხსნათ წესიერად მომხმარებელი არის დაბნეული ეუნებიან ჩინეთში დღეს რო იწარმოება ის დედამიწის ზურგზე სხვაგან არსად არ იწარმოება და თქვენ ნახავთ რომ 2 წელიწადში აქ ჩინური მანქანები იქნება ყველა ჩინეთში გაკეთებული და საუკეთესო მითხარით არის ვინმე ადამიანი ვინც დღეს ჩვენ გვეუბნება რომ გაუფუშდა ეს რა არის არა მაგრამ მე ერთში ვთქვი $250,000 მანქანა რო გამოიყვანეთ გახსოვს ერთ-ერთი ცენტრიდან არ შეიძლება ახლა თქმა და ბათუმში წავედი მოვედი და ფეხის დასადები რო არ გაიხსნა და უკან რო დავაბრუნეთ და ესეთი შემთხვევა აქ არ ყოფილა მინდა კიდევ ტაქსის ვინც მუშაობს და ვისაც უნდა მუშაობა თუ რამე სხვა ვარიანტი გინდათ იფიქრეთ მოდით და ჩვენ ხელს შეგიწყობთ ჩვენ ხვალიდან უკვე ვიწყებთ გაყიდვას. როგორ არის?
ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ჩანაცვლებაზე. მაგალითად, თუ შენ ყავს რაღაცა ავტომობილი, Opel იქნება, Mercedes იქნება, რაღაცა უფრო დაბალფასიანი, ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ, დავიტოვოთ და ეს ავტომობილი გავატანოთ და ეს სხვაობა გადავახტებიოთ, ხო? დიახ. ახლა რაც შეეხება სერვიზი. სერვიზი ბათუმშიც არის, ქუთაისშიც არის, თბილისშიც არის, თელავშიც არის და ამიტომ პრობლემა არ გექნება. თვალიდან ვისაც უნდა თვეში, დღეში იშოვოს 400 ლარი, თვეში რამდენი გამოდის შალვა შენ ნიჭიერი კაცი ხარ? 12000 ლარი. მოდი ბატონო მოვაკლოთ 4 დღე, კიდე რაღაცა დღე 4000 4000 მოვაკლოთ 8000 რო დარჩეს თვეში, ცუდია? ლუკა შენ ახლა წახვიდე ხვალ ტაქსზე სამუშაოდ, რა თქმა თქვენი 1000 ლარი და 2000 ლარი ქემაინც აგერ ვიმუშავებო, ხო? მაგრამ არა, შენ აქ უნდა იყო და დიდხანს უნდა იმუშაო. მოდი ბიჭებო, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. თქვენ ძალიან ბევრი რამე გააკეთეთ. მე კაცი როცა მეუნებიან რომ რა გელა დაისვენე წადი მოდი. მე აქ ვისვენებ. ჩემი დუბაიც, ჩინეთიც, ამერიკაც, ტაივანის და ტაილანდის და თურქეთში რა ქვია, ანტალიაც არის აქ. რატომ? თქვენ რო ვერ გნახოთ ერთი დღე არ შემიძლია. ამიტომ სულ თქვენთან ვართ. ხო ხედავ? ბათუმში წავედი 2 დღე, 4 უნდა ყოფილიყავი 2 დღეში მოვედი. იმიტომ რომ მე სული და გული აქ მაქვს თქვენთან და იცი თქვენ რომ რაც შემეძლება ყველაფერს ვაკეთებ და ყველაფერს გასწავლით. დიდი მადლობა გადაუხადოთ ვინ ჩვენგან ავტომობილს ყიდულობს. აგრეთვე განსაკუთრებული დიდი მადლობა მინდა გადაუხადოთ ქუთაისის ფილიალს, რომელმაც ძალიან გაამართლა. ანის ძალიან დიდი მადლობა, რომელიც ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელია, ანა ებანოიძეს ძალიან დიდი მადლობა. აი, ანი ებანოიძეს კლიენტი კი არა, მომხმარებელთან დალაპარაკებას მე მოусმენი ესე ვიჯექი და მე არ ვიცი. ეს გოგო არის კარგი დედის, კარგი მამის გაზრდილი და საქმე ისწავლა ერთ კვირაში. და მუშაობ ჩვეულებრივად და ვარ კმაყოფილი. ანი, დიდი მადლობა შენ და შენ გუნდს და ღმერთმა ქნას რომ ძალიან მალე კიდევ უფრო გავფართოვდეთ. გისურვებთ წარმატებას. წარმატებები.